Ჩერებული საწარმოები და უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები, რომლებიც საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. ქარხნის დირექტორი საწარმოს დახურვის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს, თუმცა ბიზნესმენების ნაწილი ბაზარზე არსებულ პრობლემებზე დიდი ხანია საუბრობენ, რომლებიც ფქვილის იმპორტიორებისთვის დაწესებულმა ახალმა რეგულაციებმა შექმნა. თანამშრომლები მოსკოვის პროსპექტზე არსებული ფქვილის ქარხნის დახურვას აპროტესტებენ. სამსახურის გარეშე 100-ზე მეტი ადამიანი რჩება. თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა ქარხნის დახურვის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ასახელებს. ფქვილის საწარმო რამდენიმე წელია მუშაობს და პროდუქციას მთელს ქვეყანაში ყიდის. ერთადერთი მიზეზი, რაც პირზე აკერიათ, ეს არის ის, რომ მთავრობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მაგათ რეალიზაცია გააკეთონ. მეუბნებიან, რომ გავიწროებენ კორპორაციიდან რაღაცა მიზეზებია, მთავრობიდან მიზეზებია და არ გვაძლევენ ნორმალური მუშაობის საშუალებას. მთავრობა იძახის, რომ პირიქით უნდა შეიქმნა სამუშაო ადგილები და ხალხმა უნდა იმუშაოს და 120 კაცი ქუჩაში გაუშვეს იმის გულისთვის, რომ გაკოტრდა, ეს მიზეზი ნამდვილად არ არის. და ქოქილი წისქვილი გააჩერეს. ქარხნის მეპატრონე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს. სტელმან ბაბაევი ამბობს, რომ კომპანიას, რომელსაც საქართველოში 4 ქარხანა აქვს, ფინანსური პრობლემების გამო 2 მათგანის დახურვა უწევს. ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. გვაქვს უბრალოდ ეკონომიკური პრობლემები. ახლა შეუძლებელია მუშაობა. ბევრია შემოტანილი ფქვილი, მათ შორის რუსეთიდან. ეკონომიკურად ჩვენთვის არ არის უბრალოდ მომგებიანი ახლა მუშაობა. 30 დღის განმავლობაში ჩვენს თანამშრომლებს გადავუხდით 2 თვის ხელფასს. სხვა ვერაფერს გავაკეთებთ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფქვილის ბაზარზე პრობლემები იქმნება. ერთი თვის წინ საქართველოში ფქვილის იმპორტიორებმა მთავრობა სხვა კომპანიების ლობირებასა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაში ღიად დაადანაშაულეს. მთავარ პრობლემად ბიზნესმენები იმ რეგულაციებს ასახელებდნენ, რომლის მიხედვითაც საბაჟოზე შემოსულ ფქვილს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა. ვადები კი არ იყო გაწერილი. ფქვილის ფასის 7 ლარით გაწვირებაც ბიზნესმენებმა მაშინ სწორედ ამ პროცესს დაუკავშირეს. არსებობენ არა მთავრობაში გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამას ხელოვნურად აკეთებენ და ეს არის ზოგადად რომელი სამინისტროს ფარგლებში ხედავთ ამ ჯგუფს? ჩვენ აქ შემოსავლების სამსახურში გვაქვს რეალურად პრობლემა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ლობირებს, მეორეს მხრივ კი ახალი რეგულაციების შემოღებით ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. აქ ჩვენ ორ პროცესთან გვაქვს საქმე, მთავრობის უმუნარობა, ხოლო მეორე უშუალოდ ფქვილს ეხება ეს და ჩვენ ვიცით, რომ აქ შექმნილია ფაქტობრივად მონოპოლია და მონოპოლისტები არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. ბრალდებებს უარყოფს ხელისუფლება. მთავრობის მიერ კონკრეტული კომპანიების ლობირებას პარლამენტში გამორიცხავენ. არც ერთ ბიზნესზე, არც ერთ ბიზნეს სექტორზე ხელისუფლება არც ცდილობს და არც აწარმოებს არავითარ კონტროლის მოპოვებას. თბილისის ფქვილის საწარმოს თანამშრომლები ქარხნის გაჩერებას აპროტესტებენ და აქციების გამართვას გეგმავენ.